კახეთში გამოიდარა, თუმცა თოვლის და ყინულის გამო თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ისევ შეზღუდულია, გადაადგილება შეფერხებულია ასევე ბოდბე ნუკრიანის სიღნაღის მიმართულებითაც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა დაგეგმილია დღის მეორე ნახევარში. რაც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზის ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე ნებადართულია. Tuxinalekis გამო მეოთხე დღეა შეზღუდული იყო მუშაობა მუნიციპალური ტრანსპორტის დღეიდან მთელი რეგიონის მასშტაბით გამოვიდა მარშრუტებზე და შეუდგა მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი გამონაკლისი ორი მუნიციპალიტეტის გარდა თელავი და ახმეტა იქ სადაც ნალექი შედარებით უხვი იყო სხვა მუნიციპალიტეტებთან და ჩვენ მზად ვართ მაგ მუნიციპალიტეტებში როგორც კი მოგცემს გზის საფარი მაგის საშუალებას გამოვიყვანოთ მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე გადაადგილება თბილისის მიმართულებით არის ორივე მიმართულებით თავისუფალი, როგორც ვაზიანი გომბორი თელავი, ასევე ახმეტა ბაკურციხე თბილისის მიმართულებით.